გაჩვენები არის მოკლედ რომ შევეხოთ ძირითადი მომენტები დემოგრაფიული ცვალებადობისა ქვეყანაში. ყველაზე დიდი რაც გააკეთა თქვა დემოგრაფიული ღონისძიება ეს უკვე დამახასიათებელი, რომელსაც ხიჭადები ჩამოასახა და ამით შეძლო მათ ბალანსის შეტანა, მეციხოვნების რაზმების შექმნა, ისიც განთავისუფლება, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო მიუხედავად კრიტიკისა, მისი თანამაცხოვრებლების პერიოდიდან გამომდინარე, რომ ამან საქართველოს მისცა არა მარტო გამყინვარების და გათხრით, ასევე ქართული რენესანსის საფუძველი შექმნა. ანუ ეს ჩვენ გქონდა მსგავსი ღონისძიებები, რაც შეიძლება გამოცდილებად გამოიყენება. მუშაობაში. უკვე ეს დაწყებული გვაქვს პირველი პრეზენტაცია აღწარდება, შეთანხმებული ვართ საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ მიხეილ ყავილაშვილთან, მასთან მოხდება კიდევ შესაბამისი პრეზენტაცია, შემდგომ პრემიერთან, ყველა უწყებას ვხვდებით და მინდა გითხრათ, რომ ყველგან ცალსახად ხარდაჭერა რატომაც არ ჩანს, მაგრამ ზოგან არის ხარდაჭერა, ეს არის გარკვეული რუტინის და მიდგომების საკითხი და ჩვენი ამოცანა რომ ყველა სულ საფრთხოვანი აღნიშნა არაფერი, ეს არის ვალდებულება თითოეული მოქალაქის ამაში თავისუფლად შეიტანა. აი მაგალითისთვის გეტყვით, მაგალითად ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბატონმა რევაზ სოხაძე პირდაპირ თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილება, მათ არ აქვს საშუალება რომ 40 ოჯახი გააკეთონ და ააშენონ ჭალახეთში. გამოსვლით ხოთ 7-10 წუთი. ო არ გადავყავოთ საერთოდ. მოგესალმებით. დიდი პატივია ჩვენთვის ამ საკითხზე გამოსვლა. მე ვარ პროგრესიული დემოგრაფი, თუმცა მომიწია გარკვეულწილად მუშაობა და ჩახედვა ამ საკითხებში. პირველი და გამორჩეული, რაც მინდა ვთქვა და გავამახვილოთ ყველი ყურადღება. ნახეთ, ჩვენ აკადემია არის თავის მრჩეველი და სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩვენთვის ალბათ მნიშვნელოვანია რომ კონდეს შესაძლებლობა ურჩიოთ თავრობას გარკვეული პროგრამული მოქმედება, გარკვეული სიახლე, გარკვეული რეფორმა, თუმცა ის რაც მიღებულია, ის რაც უკვე არსებობს, ის რაც მიიღეს 2016 წელს ახსენა ბატონმა ლევანმა, ეს არის დემოგრაფიული უსაფრთხოების დადგენილება პარლამენტის, რომელიც არ შესრულდა. ეს არის ალბათ მე თუ მკითხავთ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაული კვირიკაშვილის მთავრობის 2017 წელს ჩვენ უნდა გქონოდა სამოქმედო გეგმა, ჩვენ უნდა გქონოდა პროგრამა, არაფერი არ შესრულებულა, ეს დარჩა ჰაერში და ნახეთ ახლა 2 ციფრს მოვიყვან ჩვენ შეიძლება რაღაც ციფრებს რო ვადარებთ, დავიღეთ ბელორუსიის მომენტი, იმიტომ რომ ქრისტიანული ქვეყანა, არ მინდოდა მუსულმანური ქვეყანა ყოფილ საბჭოთა შეგვედარებინა, მათ ჩვენი მეზობლები პირდაპირ და ავიღეთ ბელორუსიის მიდგომები, იქ არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები. ნახეთ, საქართველოს მოსახლეობა იყო 5.460.000, ეს არის 91 მეტრის მონაცემი მაქსიმუმ. ბელორუსია იყო 10.156.000. შემდგომში 2014 წლის აღწერი და 2015 წლის მონაცემები რო გავჩვენოთ 3.724 ვარ და ბელორუსია არის 9.427. ბელორუსიაში არის 7%-იანი კლება და ჩვენთან არის 32%-ამდე 31.6 კლება. ესეთი კლება არც ერთ რესპუბლიკას არ აქვს, მე ბოლომდე გავიარე. ყველა მათ შორის ბალტიისპირეთშიც იქაც არ არის ესეთი მაღალი კლება და ნახეთ ბელორუსიაში იღებენ გადაწყვეტილებას და აქვს მიზნობრივი მოქმედებები და მიზნობრივი პროგრამა და ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ყველა მიმართულებით. ჩვენ ის დადგენილება, რომელიც მივიღეთ 2015 წელს რეალურად როცა დავინახეთ რომ ესეთი სურათი ქონდა 16-ში დადგენილება მიიღო პარლამენტმა არ შევასრულეთ. რატო ეხლა ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იცით? როდესაც მთავრობა ვალდებულება ჩამოაყალიბოს პოლიტიკა, ჩამოაყალიბოს სტრატეგია, ჩამოაყალიბოს კონცეფცია, გადავიდეს ეს ყველაფერი მოქმედებაში, კონდეს მონიტორინგი, კონდეს შეფასებითი ანგარიში, ეს ჩვეულებრივად მიღებული გადაწყვეტილებებით და ეს არ კეთდება, შესაბამისად თანმიმდევრულობა, პასუხისმგებლობა არ არის და ჩვენ გვაქვს უმძიმესი სიტუაცია და ვერ ვასრულებთ იმას, რაც დავგეგმებთ თუნდაც. ეხლა პირდაპირ მე მინდა რომ რამოდენიმე ესე ვთქვათ, ხო, აი იმ ნაწილში, სადაც
ჩვენ საუბრობთ აქ მოცემულია ძირითადი ხო რეპროდუქცია, შობადობაც, მიგრაცია და ასე შემდეგ. მიგრაციის ნაწილში იყო ესეთი ჩანაწერი, რომელსაც მე როგორც ამ მიმართულების სპეციალისტი ყურადღებას ვაქცევ. მიგრაციის ნაწილში ეწერა, რომ 3-1 პუნქტი იმ დადგენილებაში ჩვენ უნდა შევქმნათ რეგიონული განვითარების ცენტრები. რეგიონული განვითარების ცენტრებმა უნდა დაამუშავონ სპეციალური პროგრამები, ახსენა აკლევანმა, რომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ რაღაც ფინანსური წახალისება, ჩვენ გვჭირდება მიზნობრივი პროგრამები. ეს ყველაფერი დადგენილებაში იყო. თუ ჩვენ დადგენილებას მივიღებთ, თუ ჩვენ შემდგომში მისი აღსრულების კონტროლი არ გვექნება და რჩევასაც ვერ მივცეთ, რომ ეს აღასრულოთ, თუმცა რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა ჩვენ კონფერენციულად ჩავატარეთ და მიმართეთ თავებას. მოკლედ, ყველაფერი მოცემულია, ყველაფერი არსებობს, მოქმედებაა სუსტი. ეხლა რაც შეეხება ფინანსურ თემატიკას, მეორე სლაიდზე მინდა გადავიდეთ. ნახეთ, ჩვენ ვხარჯავთ რეალურად დახარჯული გვაქვს ამ წახალისებებში 66.9 მილიონი და ჩვენი დათვლებით, ჩვენი განგარიშებებით შესაძლებელია ეს თანხა იყოს აუცილებლად მინიმუმ 500 მილიონი. ბოდიში ჯერ სხვა სლაიდია, სამწუხაროდ მე მეგონა უნდა ყოფილიყო ეს და ესე იგი მე მინდა ამ სლაიდზე გამოხატულია თანხობრივად რამდენი შეიძლება იყოს, რამდენს აძლევს ესე ვთქვათ ბიუჯეტს სხვადასხვა სახელმწიფოები. ძირითადად ეს არის პლუს-მინუს 3%. ჩვენ შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯების 3% ჩვენი აზრით 700 მილიონამდე მაინც უნდა იყოს აუცილებლად. ეხლა სხვადასხვა რეზერვებზე ფიქრისაც აქ იყო ნახსენები, რომ ჩვენ ფონდი უნდა გქონდეს და ფონდი უნდა იყოს მზარდი, ფონდი უნდა იყოს შევსებადი. ამიტომ მე რამოდენიმე ესეთი საკითხი დავახენე, რომ იმის გარდა რაც ბიუჯეტში შეიძლება იყოს გამოყოფილი, შესაძლებელია ჩვენ მიმდინარეს ბიუჯეტის შესრულებაში, აი ხარჯების ესე ვთქვათ კლასიფიკაციაში მოვახვედროთ მაგალითად სარეზერვო ფონდის წლიური ეკონომია, სარეზერვო ფონდი გამოყოფილია სხვადასხვა სტიქიისთვის, სხვადასხვა ღონისძიებისთვის. თუ ეს სტიქია არ ხდება, თუ სარეზერვო ფონდში შესაძლებელია ეკონომია, მე ვფიქრობ, რომ ეს პუნქტლიანად უნდა მიდიოდეს დემოგრაფიულ ფონდში, 100% მანიშნებელი ეს არის. მეორე არის ტენდერები, სადაც ხდება ეკონომიები. ტენდერების ეკონომია გარკვეულ მომენტში გადადის ისევ ბიუჯეტში და ხელმეორედ ვიღაცებისთვის ეს არის დამატებითი დაფინანსება. აქაც ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ ტენდერების ეკონომიაში შეიძლება 50% მოხდეს პირდაპირ დემოგრაფიული განვითარების ფონდში. საუბრობთ გადაჭარბებაზეც, ბიუჯეტის ნორმატივები დადგენილია, მოხდა მისი გადაჭარბება და ამ გადაჭარბებისას დგება ახალი ხარჯების ესე ვთქვათ ჩამონათვალი. აქაც ვფიქრობ, რომ ავტომატურად შეიძლება 10% მივცეთ მაგ. და კიდევ ერთი ბიზნესთან ჩვენ არა გვაქვს ესე ვთქვათ, აი იქნება ვიღაცა ჩარიცხოს, იქნება ვიღაცა ეროვნული იყოს, რაღაცა მექანიზმია მოსაფიქრებელი, როდესაც ერთის მხრივ ვალდებულებითი ნაწილი იქნება, მეორე მხრივ პასუხისმგებლობითი ნაწილი და მესამე მხრივ მათ შეიძლება აწყობდეთ კიდეს ვთქვათ ესეთ ფონდში თანხის ჩარიცხვა, იმიტომ რომ ბუღალტერულ გამოხმაურებში შეიძლება რაღაცა მომენტის დაჭერა ესეთი, აი მე ვთვლი რომ 50 მილიონი ბრუნვა ვისაც აქვს ბიზნეს ყველას ასე ვთქვათ შეუძლია ამ სიტუაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ეს დასადგენი იქნება, მოსაქმებლის სახე იქნება ამას ნებაყოფლობით სხვა. მოკლედ მე ვეძებ შესაძლებლობებს, რომ თუ აიწევა ქვეყანაში პოლიტიკური მნიშვნელობა ამისი, რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა და ყველა რესურსის ძებნა გახდეს ასე ვთქვათ შესაძლებელი. ეხლა ფინანსური სტიმული შემდეგი სლაიდზე ჩვენ გვაქვს რა გვაქვს ზოგადად რა თანხებს ვხარჯავთ, აი 150, 200 ლარი სოციალურად აუცილებელი უნდა იყოს იქ სპეციალური ფულებია და ზოგადად რა არის შესაძლებელი. აქ ცოტა დროში რომ მოკლედ მოგახსენოთ 66.9 არის მილიონი დახარჯული, ჩვენი გათვლებით ეს შესაძლებელია იყოს 500 მილიონი. კიდევ ერთხელ ბელორუსია უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენ გარკვეული პროპორციები სხვადასხვა ქვეყნების, ევროპული ქვეყნების და აი ბელორუსისაც ჩავიხედეთ და
მოსახლეობიდან გამომდინარე გარკვეული ინდიკატორებით შევარჩიეთ, დავითვალეთ და მიახლოებით ისე ვთქვათ სურათი გავაკეთეთ. ეხლა შემდეგი არის საბანკო და საგადასახადო შეღავათები, ხო? აქაც უნდა იყოს ძალიან სერიოზული შეღავათები. პირველ რიგში ეს უნდა ეხებოდეს საშემოსავლო გადასახადს, საშემოსავლო გადასახადი არის ის გადასახადი, რომელიც აუცილებლად დიფერენცირებული იყოს, უნდა იყოს ზოგადად ბიზნესისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იყოს წამახალისებელი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი, ესე ვთქვათ, ბავშვი არასრულწლოვანი შესაძლებელია ოჯახისთვის იყოს 15%, ვთქვათ, ოჯახის მშობლისთვის. შემდეგი, ესე ვთქვათ, ბავშვზე იყოს 10% და მესამეზე და ზევით იყოს 0, სანამ ისინი იქნებიან არასრულწლოვანი. წამახალისებელი იყოს ეს ყველაფერი. ასევე საბანკო სისტემასთან შეგვიძლია ჩვენ დავალავდეთ ეს ყველაფერი. აქ არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც იპოთეკური სესხი მათთვის არის ძალიან დაბალი, მინიმუმი შეიძლება 1, 2, 3% და ამ ნაწილში სახელმწიფო ხშირად ეხიდება და მეორე შვილის შემთხვევაში რაღაც პროცენტი შემოვაწევს, თქვა 10%, მესამე შვილის შემთხვევაში და 4 შვილის შემთხვევაში შესაძლებელია რომ სახელმწიფო უზრუნველყოს საქმეთაც ეს ოჯახი. შემდეგი ჩვენ ვსაუბრობთ დედების ასე ვთქვათ განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებაზე, ეს არის ვთქვათ დეკრეტული თანხის გაცემა მათზე და თვითონ სამუშაო პირობებში ხშირ შემთხვევაში არის შესაძლებელი რომ ერთი სამუშაო დღე იყოს მისთვის დამატებული და არა 5 სამუშაო დღე კონდეს, არამედ 4, ეს ჩვეულებრივი ანაცვლებადი დარჩეს, რომელიც ერთი დღე დაემატოს. ხშირად არის ხოლმე ქვეყნებში მიღებული ფორმა, რომ წელიწად ნახევრამდე სანამ ბავშვი პატარა არის, მას 2 სამუშაო საათით შეუმცირდეს სამუშაო დღე და ესეც იყოს გათვალისწინებული. მოკლედ მთელი სქემა, მექანიზმებია მიღებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ყველაფერი და თუ იქნება დიდი განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, გამორჩეული პროგრამა, აუცილებლად ეს პროგრამა იქნება, როგორც იყო უკვე ნახსენები მოხსენებისნიერ, კომპლექსური და ეს არ შეიძლება იყოს რაღაც წერტილოვანი. ნახეთ, მე გუშინწინ მქონდა გადაცემა, ისე დაემთხვა, რომ დემოგრაფია ქალბატონი თამარ ჩიხურდანიძე, ერთადაც ხშირად არის ხოლმე კონტაქტში და ის ამბობდა, რომ იცი პარლამენტში ერთი ჯგუფი მუშაობს, მთავრობაში რაღაცა საკითხზე მუშაობს, კარგია რომ ვიღაცა მუშაობს, რაღაცა სიახლეს ეძებს, მაგრამ ამას ჭირდება ძალიან წყობრი სისტემა, ძალიან სერიოზული და კომპლექსურობა. აქ საბავშვო ბაღებზეც მინდა აუცილებლად თქვა, იმიტომ რომ საბავშვო ბაღების მაღალ დონეზე აყვანა მათი კონტროლი, ეს უნდა იყოს აუცილებლად პირველ რიგში ბავშვების რაოდენობაზე გათვლილი და აუცილებლად უნდა იყოს ნუტრიციული მომენტები შესწავლილი. დღეს რაც საბავშვო ბაღში უბრალოდ დრო გაყავთ და ვიღაცა ერთი სული აქვს რომ მიიყვანათ და გაუშვან უკან სახში და გაურკვეველ რაღაცით ყვებავ ბავშვებს, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული კონტროლი, არის ეს მოდელი 3+1 ყვების, გათვლილი უნდა იყოს ნუტრიციულად ყველაფერი, ვიტამინები თუ მიკროელემენტები, მოკლედ დედან უნდა იცოდეს, რომ არსებობს ქვეყანაში საბავშვო ბაღი, მოვლილი, გაკონტროლებული და ესეც სტიმულია გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, შობადობის. და ბოლოსკენ გადავიწიოთ კიდევ. რეპროდუქციული მომენტებზე აუცილებლად ლევონ ახსენა და მეც ხაზგასმით ვიტყვი, რომ ჩვენ აჭარაში აღმოვაჩინეთ, რომ ქონია ეს პროგრამა. აჭარას აქვს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი შესაძლებლობა ბიუჯეტური დაფინანსების და იქ 12,000 ლარი არის გაცემული ამ რეპროდუქტიული დახმარებისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი ოჯახს უნდა რომ შვილი ყავდეს, არ ყავს და შესაძლებლობა არ აქვს რომ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს. ჩვენ თვლით რომ სადღაც 7,000 ლარის ფარგლებში ესეც გათვლილია, შესაძლებელია რომ გამოიყოს ეს თანხა და ასე ვთქვათ, დაცული იყოს ამ ხრივაც საზოგადოება. ესეც აი ასე ვთქვათ, ერთიანი ხედვის და კომპლექსურობის ერთ-ერთი ელემენტია და ბოლოს სლაიდი ნახოთ თონიკე. ბოლოს სლაიდში ჩვენ ბოლოს სლაიდში გვაქვს ხაზგასმული
რომ ჩვენ ვართ 1.7 უკვე ესეც იყო ნახსენები 1.7-ის რეჟიმში განვითარების ეს არის სერიოზული უკუსლა და ვარდნა დემოგრაფიული კოლაფსისკენ. ამიტომ მთლიანობაში, როდესაც ჩვენ ესე დავთვლით, ფაქტობრივად გავაჯამებთ, ბევრ წყაროს გავაჩენთ, ფონდი იქნება და წავა მიზანმიმართული მუშაობა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სადღაც დამიჭიროთ როგორც მინიმუმ 2.1-დან 2.3-მდე ეს კოეფიციენტი, ეს ზოგადად აქ არ არის განსაკუთრებულად ჩაშლა შეიძლება ეთნიკური ნაწილით, ეს უკვე იმ ფონდების და იმ პროგრამების თემა. კიდევ ერთხელ დასრულებისას დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ამ თემაზე ვისაუბრეთ და მე მინდა გითხრათ, რომ ფიქრობ, რომ როდესაც დავასრულებთ ყველაფერს და ჩვენ ესე ვთქვათ, ეს წყობრად ჩამოყალიბებულად მოგაჩვენეთ პროგრამას და ვაპირებთ, რომ ეს პრეზიდენტის და პრემიერის ყველა დონეზე იყოს მიტანილი. თქვენგან მხარდაჭერა უნდა იყოს ის, რომ ყველა მიღებული დადგენილება, გადაწყვეტილება, კანონი, წესი, კონსტიტუციური ჩანაწერი, მივდივართ სიღრმეებში, ვალოცმებთ ამას ყველაფერს, მონიტორინგის სისტემას გვინდ, ვაფასებთ ამ ყველაფერს, ეს უნდა იყოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ და მე ხშირად ახლა ამ ბოლო დროს რაღაც 1-2 თვე სისტემატიურად ამას უტრიალებ, რომ ეხლა 6 თვე თავდება, 6 თვის ყველას უწყებას უნდა გქონდეს შეფასებითი ანგარიში. მათი გაწეული მუშაობს. ეს ნაწილი თავის დროზე რო პირიკაშვილს ეს პასუხისმგებლობა ებრძნო და სწორედ დაეკეთებინა ეს საქმე. ეხლა ეს სურათი არ იქნებოდა. აი ბელორუსიის მაგალითმა ეს გვაჩვენა. იქ დაინახეს 7%-იანი კლება იმოქმედეს, ჩვენ დავინახეთ 32%-იანი კლება და დადგენილება არ შევასრულეთ. მადლობა გუშა. გამარჯობა ქართველებო, მოგესალმებით ჩვეულებრივი ირანიდან, ჩვეულებრივი ფერებიდან ძალიან მიხარია რომ ეს ლევანდელ ამ სერიოზულ და ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ მონიტორინგს ვეცდები და იმედია რომ აი ამ ჩვენი პრეზენტაციით შევძლოთ საქართველოსთვის, ქართველებისთვის ერთი კარგი და სერიოზული ნაბიჯი გადავხდათ. წინა გამოცდილება ისაუბრეს ჩვენს რესურსებზე, რა თქმა უნდა, რესურსები მხოლოდ არ არის მატერიალური, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი. ყველა სახელმწიფოსთვის არის თავისი ხალხი და საქართველოსთვის არის ქართველები. მით უმეტეს ის ქართველები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ემიგრაციაში, ჩვენი ემიგრანტები, ასევე რეპატრიანტები, ანუ ის ქართველები, რომელიც ისტორიული მოვლენების გამო იძულებული გახდნენ, რომ სხვა ქვეყანაში გადაესახლებინათ და მაგრამ რა თქმა უნდა, ამათ ხელი არ შეუშალა იმას, რომ თავიანთი იდენტობა, თავიანთი ქართველობა შეინარჩუნონ. ეხლა რა შეასაქმე? საქმე მაგაშია, რომ ამ ხალხს არ აქვს სამწუხაროდ ნორმალური და კარგი კავშირი თავიანთ დედამიწასთან და თავიანთ ქართულ სახელმწიფოსთან და საქართველოსთან. ეს ამაზე ჩემი თვითონ ეს ყველა ეს პრობლემა თავზე მაქვს გამოცდილი და აქედან გამომდინარე მოვიფიქრეთ ისეთი პლატფორმა, რომელიც ხელშეუწყობს აი ამგვარ პრობლემების მოგვარებაში და ჩვენი ემიგრანტების, რეპატრიანტების დაბრუნება შესაძლებელია გახადოს უფრო მარტივად და ძალიან უფრო ძლიერად. აქ ვსაუბრობთ ისეთ პლატფორმაზე, რომელიც არის ეს იქნება ციფრული პლატფორმა, 5 ენაზეა გაკეთებული, ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული და სპარსულზე. ნებისმიერ ადამიანს რომ შეუძლია ნებისმიერი ბიუროკრატიის გარეშე, ნებისმიერი ჩამოსვლის ან რაღაცა სხვა პრობლემების გარეშე რომ დაუკავშირდეს, შევიდეს ამ პლატფორმაზე და შეაუწყოს თავისი განცხადება და წარადგინოს საკუთარი თავი და მერე შესაბამის პორტალზე შევიდეს და თავისი მონაცემები იქვე ასახოს. ჩვენ ვიცით 1.5 მილიონი ბატონებმაც ისაუბრა, 1.5 მილიონი ქართველი, ეთნიკურად ქართველი ყავს ემიგრაციაში. ეს აი 9 მილიონზე მეტი ყავს რეპატრიანტი, რომელიც წარმოშობით ქართველები არიან რუსეთში, თურქეთში, ირანში და 300,000-ით შიდა ემიგრანტი, რომელიც ვიცით რომ საფუძვლოდ დღეს არ არიან სათანადო მდგომარეობაში.
ჩვენ შევქმნით ისეთი პლატფორმა, რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელმისაწვდომობა აქვს და შეუძლია მივშევიდეს ძალიან მარტივად ამ სამ რესურსებს საუბრობთ, რომელიც არიან რეპატრიანტები, იმიგრანტები და შიდა იმიგრანტები. Აქ ძალიან მარტივია ამ პლატფორმაზე შესვლა და განსხვავების შევსება. აქ არის ის ეტაპები, რომელიც უნდა გაიარონ ნებისმიერმა ადამიანმა და აქ მოგიყვებით შემდეგ სლაიდებზე, როგორც ეს არის პირველი ვერსი, რომელიც როგორც ხედავთ, ეს ამას ქვია ქარიშ ჯორჯია, ან დაუკავშირეთ საქართველოს 5 ენაზე დათვლილი სლაიდი. შემდეგი როგორც ხედავთ, აქვე და მე აქვე შედის არჩევ შესაბამის ენას, რომელზეც შეუძლია წერა კითხვა და შემდეგ გადავდივარ აქვე, რომელიც არის სამი პორტალი, ანუ სამი ღიაკი, რეპატრიანტების, ემიგრანტების და ასევე შიდა ემიგრანტების. შემდეგ ადამიანების თავისი სტატუსიდან გამომდინარე შეარჩევს შესაბამის ღილაკს, რეპატრიანტი იქნება რეპატრიანტის და მერე ამის მეშვეობით შეავსებს შესაბამის გადის ავტორიზაციას ამ საიტზე, რომელიც უნდა შეიყვანოს თავისი მონაცემები და თავისი პორტალი შექმნას. მე კითხვარი იქნება რეპატრიანტი იქნება იმიგრანტი და მე კონკრეტულად ვისაუბრებ რეპატრიანტებზე, იქნება კითხვარი, რომელიც ეს კითხვარი არის დაფუძნებული ქულების საფუძველზე. 100 ქულიანი მეთოდი, რომელიც ადამიანის ან იმ ქართველის რეპატრიანტის ქართველობა 100 ქულაზე იქნება 100 ქულიანი დადგინდება. და აქ იქნება შესაბამის კითხვა შეავსებს, რომ წარმოშობით იმან თუ ქართველი მშობლები თუ ქართველი კავშირი აქვს საქართველოსთან, ასევე ქართული თუ იცით წერა კითხვა ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ პლატფორმაზე მუშაობს AI, რომელიც ამოწმებს ნებისმიერ დოკუმენტებს, საბუთებსა და კითხვას და შემდეგ მოგიყვებით. აი, კითხვარი შევსების მერე რეპატრიანტი იძულებულია რომ ასაფის მოთხოვნილი საბუთების პასპორტი, დაბადების მოთხოვნა, სარეკომენდაციო წერილი და ასე შემდეგ ნებისმიერ მაგრამ უფრო ამ დოკუმენტების მეშვეობით ის ადგენდა ადასტურებს, რომ იგი არის ქართველი და აქვე შეუძლია აპლიკანტმა ნახოს თავისი სტატუსის მიმდინარეობა რა სიტუაციაშია და შემდეგ აქვე არის AI-ის ასისტენტი, რომელიც დროულად ან იმავე წამს შეუძლია კითხვები იქნება მიწეროთ იმავე წამს უპასუხოს და ბოლოს კითხვარი შეივსება და დოკუმენტებს აკრიტავს, მიენიჭება შესაბამის რეპატრიანტს ან ადამიანს საკუთარი ქულა. რო ეს 100 ქულიანია, რომ იმ ქულების მიხედვით შესაბამისი სტატუსი ეს იქნება თანამემამული სტატუსი, ეს იქნება ბინადრობა ან მოქალაქეობა, ის მეშვეობით მიენიჭება. აქ გვაქვს აქედან ის ადმინ პორტალი, რომელიც იმართება სახელმწიფოს მიერ და მას კონტროლს ახდენს საქართველოს მთავრობა და შესაბამისი მიწებები და აქ ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე აქვს ხელმისაწვდომა და აქ აკეთებენ ანალიზს, რომ შესაბამისი აპლიკანტი რამდენად შეუძლია სარგებლობის მოხდეს ქვეყნისთვის და ან რისკები. აქ განისაზღვრება ამ აპლიკანტი ამ პლატფორმის მიერ. და იმავე წამს შესაძლებელია, რომ პასუხი გასცეს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ აი ეს შესაბამისი სტატუსი. მოგესალმებით ყველას, მოგებო, შეიკრიბა საზოგადოება ნამდვილად, რომ ეროვნული სულისკვეთებით არის გამჟღავნებული. ეხლა მე არ მინდა მოკლედ ვიტყვი ყველა, თუ რამე გაუგებარი იქნება, მე შეგვიძლია მერე ცალკე ვისაუბროთ.
პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ლევანის ამ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ასეთი დიდ საქმეს მოკიდა ხე. და ეს ადამიანი, რომელიც მონატრებული იყო, ქვეყანას სამშობლოს იყო მონატრებული და ამით ის კიდევ მე დარწმუნებული ვარ, დაამტკიცებს, რომ ის შემთხვევით არ იყო გუბერნატორი და შემთხვევით არ იყო საქართველოსთან გაშვებული ანტიეროვნული ძალების მიერ და ამით ეს კიდევ დაამტკიცებს ამას. დიდი მადლობა. სოფლიო დონის რეპროდუქციული სამეცნიერო სამსახურები. აი სოფლიო დონის საქართველოს ფუნქციონირება იყოს. ამიტომ ეს სოდა უნდა გამოვიხედოთ. პირველი პრაქტიკული დამიჯი რა გადაიღო. მომიშვეს. მარტო ჯარიმები კი არის კორუფციული გადაცალო. ყველანი ბიუჯეტს წინასაგასწრე. არიან ხოჭრა შევიდეს. ხოჭრა ყოლეს ახლა დღეს ბავშვი როგორ უნდა იშვილოს. უნდა იქეო ბიოლოგიური დედაქალაქი უნდა გაძვრებად ეს არის შავი საქმე რა რომ ჩავხედე. ამიტომ ხოჭრა ყოლეს ერთგვარი ინკუბატორის საქმე ვიდრე მაგალითად ახალგაზრდა 800,000-დან 1 მილიონამდე სპარმატოზოიდს გამოყოს მე ერთ წელს ჭირდება ხოჭრა. ამიტომ უნდა იყოს რომ ის არის ოღონდ ჯანმრთელი. მე ჯანმრთელი ეს რა გინდა იცი? ყველა უშვილო. არ უნდა იყოს პრობლემა, ვიცა ფონდი უნდა იყოს რომ და იცი რა მოხდება მე რა შვილი ეს კი აიყვანს ეს ეროვნული საკითხი შვილი რაიგე ჩვენ აღარ უშილობის დაძლევის პროგრამაში არის ჩვენ მე არ გავხსენებ ყველაფერი ვერ ჩავეტებოდით რომ სოფელში უნდა გამვითარდეს მრავალწლოვანი დარგი. არ ვითარდეს დიდი მადლობა და მე იმედი მაქვს ბატონელისმა რომ ჩვენ აი ამ ის რაღაცა გარკვეული წერილობით ისეთ დავჭირდება აკადემიკო ჩვენ ამ პროცესს ხნით მაგრამ დაკითხვა ჩვენ ასევე ველოდებით ჩვენი ახალი პატრიარქის შიო მესამისგან უკვე იქაც გაკეთება რომ რაც მან აღარ გავშალეთ ვინო რაც ეპისტოლეში ჩამოწერა ყველაფერზე ჩვენ მომზადებული სამოქმედო გეგმა რომელიც უნდა მივიცეთ ეკლესიას და ერთობლივად